და როგორც უკვე გითხარით, ნიკა მელიამ სწორედ ამ წუთებში გააკეთა საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე ნომერ მე-6 საარჩევნოობაში და ჩვენ ახლა სწორედ პირდაპირ ეთერში გავიგებთ თუ რა მოლოდინი აქვს დღევანდელი დღისგან მერობის კანდიდატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ნიკა, დასელოდებით დღევანდელი დღისგან რა მოლოდინი გაქვთ და რამდენ ხმას მიიღებთ თქვენს უბაზრებებს? ეს ის ცნობილი ჩიტაძის ქუჩაა, მე-6 საარჩევნო უბანი. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები არის მართლაც დღეს. არჩევნები, სადაც უნდა განისაზღვროს მომდევნო 3 წლის განმავლობაში თბილისის ბედი და მე მაქვს იმედი, რომ ძალიან ბევრი თბილისელი გამოცხადდება დღეს თავთავიან საარჩევნო უბნებთან, მათ შორის ისინი, ვინც პირველ ტურში არ გამოცხადდნენ და გააკეთებენ იმ არჩევანს, რომელიც მათ კონკრეტულ ოჯახებში შეიტანს კეთილდღეობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეიძლება ხაზი არ გაუსვა. დღეს უნდა აუჩიოთ ჩვენ დედაქალაქის მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და იქნება მართლაც რომ ანგარიშვალდებული აი თბილისელებთან, ვინც საარჩევნო უბნებში მოდის და არჩევანს აკეთებს და არა ცალკეაღებული ერთ რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან, ან კიდევ უფრო უარესი ერთ ადამიანთან, მიმაჩნია დედაქალაქის მერი უნდა იყოს ყველასი მერი მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებებისა. ეს არის მეათე ხარისხოვანი. იმიტომ რომ ამ ქალაქში ყოველთვის იცხოვრენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები და მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან კარგი. არ შეიძლება ყველანი ვიყოთ ეჭკუაზე, თუმცა დედაქალაქის მერს არ აქვს კატეგორიულად იმისი უფლება, რომ იგი ასოცირდებოდეს მხოლოდ ერთ ცალკეაღებულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენ როგორც მოისმინეთ, ეს იყო ნიკა მელია, რომელმაც უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე ნომერ მე-6 საარჩევნოობაში, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას. დღის განმავლობაში არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია რამდენიმე ბრიფინგსაც გამართავს. დიდი მადლობა თამარ ბაღაშვილი საუბრობდა ოპოზიციიდან დავით ბაგრატის, გიგა ბოკერიას და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას არჩევანზე. საარჩევნო